კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ვანო წერეთელია ჩვენთან. გამარჯობა ბატონო და მადლობა რომ შემოგვიერთდით. ბატონო, აი მოდით დავიწყოთ იმ პროცესების შეფასებით, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ რუსთაველის გამზირზე. გუშინდელი საღამო კიდევ უფრო ხმაურიანი იყო, კიდევ უფრო მეტი მომიტინგია დაპატიმრებული, მათ შორის გოგონა, რომელიც პოლიციის მანქანაზე ავიდა და სამწუხაროდ ახალგაზრდა ქალს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ ედავება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის საქმე აღეძრა მის წინააღმდეგ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ერთი წლის განმავლობაში პირველად რადიკალებმა ვერ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა, რაც მისივე შეფასებით ნიშნავს იმას, რომ ახალმა კანონმა მოქმედება დაიწყო. აი თქვენი სათქმელი რა არის იმ ყველაფერზე, რასაც ვუყურებთ რუსთაველის გამზირზე 18 ოქტომბრიდან მოყოლებული და ხო აი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე რეალურად ვხედავთ ორი სახის საქართველოს, პირველი მოქალაქეების სახით, რომლებიც სწორედ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავენ და მეორე კრიმინალური ჯგუფების სახით, რომლებიც ძალაუფლებისთვის იბრძვიან. თქვენ რამდენი სახის საქართველოს ხედავთ ერთ საქართველოში? კი, ნამდვილად ასეა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. როგორც არ უნდა შეაფასოს ეგრეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა და რაც არ უნდა მოიფიქროს ახლა და მოიგონოს, გუშინ კანონს არ უმუშავია, გუშინ იმუშავა ძალიან ასე ვთქვათ, უზრდელურმა, თავხედურმა და ძალაგადამეტებულმა პოლიციამ რუსთაველის გამზირზე და ჩვენ ამის ნათელ მაგალითს ვხედავთ, როდესაც აპატიმრებენ, ამის კადრები არსებობს, როდესაც აპატიმრებენ და მანქანაში ტენიან ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ვაჟა გაფრინდაშვილს, ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს და მნიშვნელოვან ექიმს და აგინებენ არამხოლოდ ნახეთ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამ არის ხაზგასავალ. აგინებენ არამხოლოდ უშვერი სიტყვებით, არამედ როგორ შეაგინეთ, ცით შედი მანქანაში შენი ექიმი და მერე მოაყოლეს ამას უშვერი სიტყვებით. ანუ ამ ადამიანებისთვის არ არსებობს არაფერი. არ არსებობს არაფერი. ეხლა წარმოიდგინეთ პირიქით, თუ კი ექიმი იგივეს გააკეთებს საოპერაციო მაგიდაზე და პოლიციელს, რომელსაც დაინახავს იქ, ეტყვის რომ წადი შენი პოლიციელი და აღარ გაუკეთებს და აღარ გაუწევს იმ მომსახურებას, რომელიც მან უნდა გაუწიოს. ეს არის ნამდვილად მე ვეთანხმები ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილად ორი საქართველოა, ერთ სიტყვი კიდევ, გერმანიაში ციხიდან გაქცევა არ ისჯება თავისუფლების აღკვეთით. იმიტომ რომ ადამიანს ბუნებრივი მოთხოვნილებაა თავისუფლებისთვის ბრძოლა. ყველა ის გამოხატულება, რომელიც აქამდეც და გუშინღამე ჩვენ ვიხილეთ დემონსტრანტების მხრიდან რუსთაველის გამზირზე, ეს ამის ერთადერთი საფუძველი გახლავთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში უნდა დაასამაროს თავისუფლება. ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ დამოუკიდებლი დემოკრატიული გამოხატვის უფლება წაგვართვას. ამიტომ ეს ადამიანები კონსტიტუციურ ჩარჩოში ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს ხმა ჩვენ შევინარჩუნოთ. კიდევ ერთი რაც მინდა ვთქვა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ეს უწყვეტობა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში შენარჩუნდა, აუცილებლად გაგრძელდება. გუშინდელმა დღემ კიდევ ნათლად დაანახა, რომ ხალხი უკან დახევას არ აპირებს, გაცილებით მეტი ადამიანი მოვიდა და დაკავებები გაგრძელდა, ამას ვიტყვი აუცილებლად რა. მათივე ახალი კანონის ფარგლებშიც კი უკანონოდ მოიქცენ. ანუ რა ვსგულისხმობ? ამად პოლიციამ დააკავა ადამიანები ტროტუარზეც. რისი უფლებაც ახლა გართულებული კანონების ფარგლებში ჩვენ გვაქვს. ამიტომ როდესაც ვამბობთ იმას, რომ მხოლოდ გადაკეტვაზე აქცენტს, ეს არ არის სწორი. ეს ადამიანები იქცევიან არასწორად. გადაკეტვას რაც შეეხება, ამაზე მინდა ჩაგეკითხოთ, ხა კი გვესმის განცხადებები და რეალურად ნამდვილად საფუძვლიანია შეფასებები იმის თაობაზე, რომ უსამართლოა ეს კანონები და უსამართლო კანონებს როგორც ოპოზიციაში ფიქრობთ, ესე ვთქვათ, ბრძოლა უნდა გამოუცხადოს საზოგადოება, მაგრამ ჩნდება კითხვა, რატომ შეიძლება იყოს პანაცეა მაინდა-მაინც რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, როდესაც ამ აქტს ახლავს ათეულობით ადამიანის დაპატიმრება. არ ვიცი, მოსაძებნია თუ არა რაღაც სხვა გზა და ისეთი გზა, რასაც არ მოჰყვება ამდენი ადამიანის ციხეში გაშვება ყოველდღიურად, ესეც მინდა რომ კითხო. დავიწყოთ იმით, რომ ეს არ არის პანაცეა, ეს არის კონკრეტული, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ჯერ ერთი კონკრეტული ადამიანების გადაწყვეტილებები, როგორ იბრძოლონ საკუთარი ხმის დასაცავად და საკუთარი თავისუფლების დასაცავად. ეს ამ ადამიანების გადაწყვეტილებაა, რომელიც ამ გზას კეტავს. ძალიან დიდი ხანი ცდილობდა ქართული ოცნება, რომ აქ დაენახა რაღაცა პირამიდა, რომელიც მართავს ამ მოძრაობას, რომელიც ასევე დაკავშირებულია დასავლეთთან და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ვერ გააკეთეს, ხო? პოლიტიკოსების დაჭერით საქართველოში პრობლემები არ დამთავრდა, რას ვგულისხმობ მე, არ გაჩერდა საპროტესტო მოძრაობა. ანუ ეს არის ცოცხალი პროცესი.
ეს პროცესი თავისთავად იფიქრებს იმ გზებს, რა გზებითაც ის უნდა ებრძოდეს და ებრძოლოს თავისუფლებისთვის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. გარდა ამისა, ცალკე საქმეა, რას გააკეთებენ ამ შემთხვევაში პოლიტიკოსები, რა ახალ გზებს მოძებნიან, ან თუნდაც ის ჯგუფები, რომლებიც ამ ჯგუფები ესეთი ნათქვამი რას გულისხმობს, ცით ის ხალხი, რომელიც ბუნებრივად აღმოჩნდა. როგორც ხედავთ ყოველდღიური აქციების ფორმაც ესეც საინტერესოა. თქვენი რჩევა რა არის მომიტინგების? უნდა გამრავალფეროვანდეს. რუსთაველის გამზირზე ყოველ საღამოს, რატომ არ შეიძლება გაიმართოს აქცია ისე რომ ტროტუარზე დადგნენ და ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა შეიძლება, რა თქმა უნდა შეიძლება. ამდენი ადამიანის პატიმრობით, რასაც ყოველდღიურად ხედავთ, წინააღმდეგობა ძლიერდება თუ სუსტდება? ალბათ ეს კითხვაც ლეგიტიმურია. ხო, რა თქმა უნდა, სუსტდება იმ ნაწილში, რომ ეს ადამიანები ციხეში არიან, ახლა 30 კაცი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან პირობით 30 ადამიანს გულისხმობ, ამ ნაწილს გულისხმობ, თუ გულისხმობ, შესაძლებელია ამაზე საუბარი, თუმცა მეორე ნაწილია, იჭერენ თუ არა ორ კაცს, გაცილებით მეტი ადამიანი, ახალი ადამიანი, ახალს რას გულისხმობ, ის ვინც იცუჩი იქ არ არის, ისინი გამოდიან. ამიტომ მე ვერ ვიტყვი რომ ეს ასუსტებს, ამის ნათელი მაგალითია თუნდაც დღევანდელი განცხადება ბატონი კობახიძის, იმიტომ რომ ჩვენი პანაცია არ არის რუსთაველის გადაკეტა, რუსთაველის გადაკეტვით არც დაწყებულა და არც დამთავრდება ეს საპროტესტო მოძრაობა. ერთი რასაც მე ვიტყვი, რა თქმა უნდა გამრავალფეროვანდეს, უნდა გაიზარდოს, უფრო მომცველი უნდა გახდეს, თუნდაც თბილისის ტერიტორიების, თუნდაც სხვა, რომელიც კონსტიტუციურ ჩარჩოში თავსდება. და ერთი პასუხი მაქვს ამაზე, კიდევ იმას გავიმეორებ, გადაკეტვა არ არის მთავარი საფუძველი ადამიანების დაპატიმრების. გუშინ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პოლიციამ ადამიანები მოიტაცა და დააკავა ისინიც, ვინც არ იდგნენ ქუჩაში და იდგნენ ტროტუარზე. ამიტომ ჩვენ პოლიციის იმ მიზეზებს ვერ ახსნით და ვერ გამოვიკლოთ, როდის და რატომ დაიჭერენ ადამიანებს, ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, დაუპირისპირდეთ ყოველდღიურად სრულად ახალი მეთოდებით, კონკრეტულ მომენტში მიღებული გადაწყვეტილებებით თუ წინასწარ დაგეგმილი ხერხებითა და სტრატეგიებით იმას, რასაც ჩვენ უწოდებთ რუსულ რეჟიმს ბიძინა ივანიშვილს. ოპოზიციაზეც მინდა გკითხოთ, ხა რასაც ხედავთ, აქტიურობენ რიგითი მოქალაქეები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის რუსთაველის გამზირს კეტავენ მწერლები, რეჟისორები, ექიმები, ჟურნალისტები, სტუდენტები, პენსიონერები, მაგრამ არა პოლიტიკოსები. არა, ასე. აი ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა, სათხარ პოლიტიკოსები, იმიტომ რომ რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში შტაბ-ბიჭლება რჩება, რომ აკლი ხართ თვალს და რა თქმა უნდა პერსონალურად თქვენ არ გულისხმობთ ზოგადად ოპოზიციური სპექტრში. გახართ ტროტუარზე თუ სათხარ? ყველა ბრძოლაში ჩართულები ვართ, ამიტომ ამბობ, ნახეთ, აქაც ჩვენ ძალიან კარგად უნდა და ვისი აპატიმრებენ და ვისი დაპატიმრება აწყობთ და ვისი დაპატიმრება არ აწყობთ, აწყობს ხელისუფლებას, ამას სწორედ ასე წყვეტენ. ახლა პირდაპირ ეთერში მე ვერ დავასახელებ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომელიც კეტავდნენ ან კეტავენ და ან გადაკეტავენ ამ ასე ვთქვათ, ქუჩას ან სხვა ფორმას მიიღებენ, სხვა ფორმის პროტესტში მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ ეს სწორედ არის მუხანათური გეგმა აი ამ რეჟიმის, რომ ეს კითხვები, რომელიც თქვენ ძალიან სწორად დასვით, ეს თავად მერე აქციონ ასე ვთქვათ, ჩვენი გაშავების თუ ასე შემდეგ რაღაცა ნარატივად, ხო? ამიტომ თუ თქვენ და თქვენი თანამშრომლები ყოველდღე არიან იქ, ნათლად ხედავენ ისინი თუ სად დგავართ ჩვენ, მე ჩემი პოლიტიკური პარტიის და ჩემი კოალიციის სახელით ვლაპარაკობ, ამის ნათელი დადასტურებაა ლიდერების რაოდენობა, რომელიც ციხეში სხედან, ამის ნათელი დადასტურებაა ადმინისტრაციული ჯარიმები, რომლებიც დაკისრებული აქვს ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს და ამის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, ანუ ის ეგრეთ წოდებული ახალი ნაწილი ამ პოლიტიკური გუნდის, რასაც ახლებად ჩემი სახით ვინც არიან, ვინც ნაკლებად ცნობადია, ჯერ და ვთქვათ, ასე მათი დგომა ასეთი მკაფიო ვარსკვლავური რაღაცა ჩვენების შესაძლებლობას არ იძლევა. კეთილი, გასაგებია. ბატონო, სხვა აქტუალურ საკითხებსაც მინდა გადავხედოთ და ახლა უკვე ცოტა დრო დავუთმოთ ირაკლი ღარიბაშვილის საქმეს, რომელმაც სუსის ინფორმაციით აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. რას აჩვენებს ღარიბაშვილის საქმე, ეს ერთი და მეორე, აი როგორ ფიქრობთ, როგორ მოიქცევა ყოფილ პრემიერთან მიმართებაში ქართული ოცნება, გაუშვებს მას ციხეში თუ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს გამოძიებასთან თანამშრომლობა და აღიარებითი ჩვენება მას ასე ვთქვათ შეუნარჩუნებს თავისუფლებას. ყოველ შემთხვევაში გუშინდელი ინფორმაციით ღარიბაშვილმა დაკითხვის შემდეგ დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. დიახ, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ეს არის არსებითი, რაზეც ჩვენ ვდგავარ. მე ყოველთვის თქვენს ეთერში და არაერთხელ სხვა ეთერებშიც ვამბობ, რომ
სახელმწიფო სისტემა, რომელსაც აჩენებს ბიძინა ივანიშვილი, ეს არის მაფია state, ეგრეთ წოდებული, ან მაფია სახელმწიფო. და ბატონი ღარიბაშვილის ეს აღიარება სწორედ ამის ნათელი დადასტურება და ამის მთავარი არგუმენტია, იმდენად რამდენადაც ღარიბაშვილს არ უღიარებია მხოლოდ ის, რომ თავად იყო კორუფციაში ჩართული, ან ერთხელ რაღაც კორუფციულ გარიგებაში შევიდა ვიღაცასთან, მან აღიარა, რომ 2012 წლიდან, როდესაც ის გახდა პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ რაც მე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მერე პრემიერ-მინისტრი, მერე თავდაცვის მინისტრი და მერე ისევ პრემიერ-მინისტრი, აი ამ დიდი ხნის განმავლობაში ეს სისტემა მუშაობდა მხოლოდ ერთი მიმართულებით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ფინანსური იმპერიის შექმნა, რომელიც დამყარებულია შავი ფულის და კორუფციული სისტემით ფულის მოპოვებაზე. ერთადერთი მიზანი ამ ხალხს ნათლად დადასტურდა სამუშაო, რასაც ემსახურებოდნენ, ეს იყო იმ ოქროულობის თუ რა ვიცი, საათების და ძვირფასი ნივთების დაგროვება და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს დარწმუნებული ვართ უყოლა, რომ ეს არის ზღვაში წვეთი, რაც გვაჩვენეს. ხო ასე? ასევე ზღვაში წვეთია ის ფორმა, რა ფორმითაც ამ ადამიანებს ჯერ ვერ გავიგეთ აკავებენ თუ არა, ხო? მაშინ როდესაც ასობით პოლიციელი უკანონო შემოსავლის მიღება ბრალდება გაჟღერებული ღარიბაშვილის მიმართ, მაგრამ სუსი ჯერ ფიქრობს კონკრეტულად რა კვალიფიკაცია მისცეს პრემიერის ქმედებას და რა ტიპის ახალ ღონისძიება მოიხმო. ვიღაც სხვა ალბათ ციხეში იქნებოდა უკვე, ხო? შესაბამისად საინტერესოა რატო ფიქრობენ ამდენს, როგორ მოექცნენ ღარიბაშვილს. ახლა არის ერთადერთი რამ მოსაფიქრებელი, რა ფორმით და როგორ აწყობს ეს რომ გაგრძელდეს და დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის აი ამ იმპერიას. იმ ფინანსურ იმპერიას, რომელსაც როდესღაც ხელმძღვანელობდა ბატონი ირაკლი, ხოლო შემდგომ ხელმძღვანელობს ახლა სხვა. ახლა ამან ორი რამ უნდა გააკეთოს, ერთი რომ დააშინოს საკუთარი მომხრეები, ასე ვთქვა და საკუთარი გუნდის წევრები, რომ ყველას მათ შორის ვინც ოდნავ მაინც რაღაც იმაზე მეც მოიხლებს, ვიდრე მას ეკუთვნის და იმაზე მეც გააკეთებს, ვიდრე მას დაავალებს ბიძინა ივანიშვილი და იჯება. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ ბიძინა ივანიშვილმა დასაჯა ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელზედაც იდგა ხუასია ლილვაშვილი უნდა ვახსენოთ აუცილებლად. და რასაც მე ვსაუბრობ, ეს არის სისტემური და ეს არის იმ პირამიდის ნაწილი, რომელსაც თავად ბიძინა ივანიშვილი აზის თავზე, გულისხმობს შემდეგ იქ დაპატიმრებული ადამიანები, კიდე წვრილ გვარები, რომელთა ჩამოწვა გრიგოლ ლილვაშვილს რაბედიელის თქვენი აზრით, რადგან ეს სახელი და გვარი ახსენეთ. მისი აღიარებითი ჩვენება ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე როგორც ჩანს არ არის თორემ სავარაუდოდ სუსი მასაც ასე ვთქვათ ამის შესახებაც მიაწვდა საზოგადოებას ინფორმაციას. მეტიც, აი გუშინ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ დაკავებულია გრიგოლ ლილვაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე, რომლის სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის თანხა მთლიანობაში $1,319,000-ზეა საუბარი. აი როგორ ფიქრობთ, ამზადებენ თუ არა ლილვაშვილს ციხისთვის? კიდე ერთხელ გავიმეორებ, მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ რა იქნება, იმდენად რამდენადაც მე არ ვიცი რა მოაწყობს ბიძინა ივანიშვილს ამ კონკრეტული სიტუაციიდან. ის იმ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომლის მიხედვითაც ის უფრო გაიმყარებს, ეცდება რომ უფრო გაიმყაროს საკუთარი მდგომარეობა ახლა უკვე გუნდის შიგნით. რა ადარდებს ყოველთვის ბიძინა ივანიშვილს, მას ეშინია კონცენტრირებული ფულის. რას ვგულისხმობ მე? კონკრეტულ მომენტში შესაძლებელია და ამის ასე ვთქვათ, პრევენციას ახდენს, რომ 10 მილიონმა დოლარმა შეიძლება მისი ბევრი მილიარდი დოლარი დაამარცხოს. ამის ეშინია, ხვდებით, კონკრეტულ სიტუაციაში მოღალატე ადამიანების, რომელსაც ბევრი ფული აქვს და მათი გასხდომის ეშინია. ამიტომაც ერთადერთი მიზანი ბიძინა ივანიშვილს აქვს ის, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ასე ვთქვათ, უსაფრთხოება, საკუთარი ფინანსური მდგომარეობა და ყველა დანარჩენი ნაბიჯი, რომელსაც ის ახლა გნებავთ ქართველი ხალხის, გნებავთ საერთაშორისო მდგომარეობის და კონკრეტულად აი ამ სიტუაციაში თავისი გუნდის წევრების მიმართ გადადგამს, იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმაზე დამყარებული, რაც მას მოაწყობს აი ამ იმპერიის შენარჩუნებისთვის. მადლობა ბატონო, იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს.